გრიპის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს. უწყების ინფორმაციით ამ დროისთვის საქართველოში ვირუსის მაღალი გავრცელება არ არის და მცირეა დაავადების გართულების შემთხვევებიც. პატა იმნაძის თქმით, საქართველოში ყოველ 100,000 ადამიანზე დაახლოებით 200 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ამ სეზონისთვის საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია. გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსების მატება სპეციალისტები თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ელოდებიან. რეკომენდაციები უცვლელია პირადი ჰიგიენის დაცვა, სამუშაო და საცხოვრებელი ოთახების ხშირი განიავება და რისკ ჯგუფებისთვის პრევენციული აცრების ჩატარება. დღეს სიტუაცია მთლიანად ევროპის რეგიონში არის ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ძალიან ჩვეულებრივი, ანუ ინტენსივობა ძალიან დაბალია გრიპის მაგვარი დაავადებების. რაც შეეხება ჩვენთან, გავრცელება არის ისეთივე, როგორიც იყო, ვთქვათ, შარშან, ჰოსპიტალიზაციაც ისეთივეა, როგორიც იყო შარშან. თავარია დროზე მივიდეთ ექიმთან, თუ არის რაიმე გართულების რისკი და ეს ეხება ძირითადად, ვთქვათ, ისეთ რისკის ჯგუფებს, როგორიც არის, ვთქვათ, იგივე დიაბეტიანი ადამიანები, პულსიზართა დაავადებიანები, ორსული ქალბატონები, ან ძალიან მცირეწლოვანები, ან მოხუცები.